დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც ბავშვთა სამყარო დაიწყო და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. და მეორედ, როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე. 17 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ რუსეთისგან იმაზე ჩქარა მივექანებით, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. იმ დღის მერე არ გავჩერებულ ვარ, არ დამისვენია. ყოველდღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი. სიცივეში, სიცხეში, რუსთაველის გამზირზე ვიდექი. ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს. სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს და ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინააღმდეგ. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობდი ცვლილების დაწყებას ამ ქვეყანაში. შემდეგ გავიცანი ჩემი აწუყვა მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა. მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს, დამატყევეს. ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ. მომისაჯეს პატიმრობა. გამოვედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრავმა, თუმცა არ გავჩერებულ ვარ. დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი. ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემ ცხოვრებაში ჯოჯოხეთი. ჯერ უიმედობამ შემიპყრო. მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი. ჯერ ელენეს დაჰყვებოდნენ ყველგან, სადაც კი წავიდოდა. მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოოდ დედაჩემის ფოტო გამომიგზავნეს თუ როგორ მიდის სამსახურში. შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იერაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან. თუმცა, მოკლედ რომ ვთქვა, დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს. პატიმრობის მერე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემ მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება, სადაც არ მექნება იმის შიში, რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ. იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი, თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების, ახლობლების გვერდით და ვერ დავწყები სცენით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიწაკის და გასაცრებლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ. ვერ ვნახავ დედაჩემს, რომელიც მეტყვის. ათი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ. ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ. იმედია გამიგებთ.